მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. უნდა ველოდოთ, როგორც ბატონმა ტრამპმა თქვა, ამერიკის ოქროს ეპოქის დასაწყისს. უნდა ველოდოთ, მარსზე გაფრენას და უნდა ველოდოთ, არსებული, როგორ გითხრათ, დრომოჭმული და ამორალური წესრიგის, რომელსაც ერქვა სხვანაირად სოციალიზმი და ვოუქიზმი, ამის რღვევას. ბევრ კარგ რამეს უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ სოფლიოს ყველაზე სწორ ქვეყანაში მოხდა ის, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანი ვიბრძოდით საქართველოში, გაიმარჯვა თავისუფლების იდეამ და გაიმარჯვა არამზრუნველი მთავრობის და არა რაღაცა როგორ გითხრათ ადამიანების შეზღუდვის საფუძველზე რაღაცა მთავრობისთვის პრივილეგიის მინიჭების იდეა, მაგრამ ადამიანების გათავისუფლების იდეა. ძალიან ცუდია რომ ჩვენ არ აღმოჩნდით მზად ამისთვის, იმიტომ რომ რამხელა შანსია უბრალოდ, რამხელა რაღაც ხდება სამყაროში და ჩვენ სადღაც ჩვენთვის სოფელში ვართ ჩაკეტილი, თავიანთ გამოყოფა გარეთ არ გვინდა და ვიძახით რომ ხალხო თავი არ გამოყოთ გარეთ, თორე ომი დაიწყებაო და ამ დროს სამყაროში საერთოდ სხვა რამე ხდება. ანუ დიდებული მომენტი დადგა სამყაროს ისტორიაში ის რომ აი როგორ გითხრათ ამდენი ხნის განმავლობაში რასაც ველოდებოდით რომ საყოველთაოდ ყულში რო ცხოვრობდა მთელი პოლიტიკა გაჩნდა შანსი რომ ეს გათავისუფლდეს და რა მოყვება არ ვიცი ამ ყული სად იყო ეს საქართველოს პოლიტიკას გულისხმობ თუ სოფლიო პოლიტიკაში საქართველოს პოლიტიკაში აქედან იყო რაღაცნაირად ტალღისებურად შემოსული ეს საჯარო ტყუილი სივრცეში ამხელა ტყუილი მაგრამ ზოგადად ნუ როგორ გითხრათ ანუ ყველაფერი ტყუილი იყო რასაც ჩვენ ახლა უყურებდით ანუ ბოლო პერიოდის კი არა ბოლო 10 წლის განმავლობაში უყურებდით იმ გაგებით რომ სინამდვილეში ხდებოდა არასწორი ღირებულებების გავრცელება და დათვესვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელის გატეხვა და იმ ღირებულებების რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იცავს და ნუ მართლა ამერიკის დროშასთან ერთად LGBT დროშა რო ეკიდა თეთრ სახლზე ეს იყო როგორ გითხრათ ამ თემის კომპრომეტირების საფუძველი სამყაროში ყველგან მათ შორის განსაკუთრებით რუსეთისთვის და ამ მილეთებით ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რომ თითქოს რაღაცა ის არის ქვეყანა სადაც ვიღაცა პროპაგანდას უწევენ რაღაცას ამას შვებიან იმას შვებიან და ფაქტობრივად უცბად მოვიდა ხალხი რომელმაც თქვა რომ როგორი იქნება ამერიკა რაღაცნაირად და რა უნდათ მათ და ჩვენ მთელი პრობლემა იმაში გვაქვს რომ ხალხმა წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა ამდენი ხნის განმავლობაში ილაპარაკეს რაღაცაზე არჩევნები მოიგეს ამერიკაში და საქართველოში ადამიანები არც კი იციან რა დაპირებით მოვიდა ტრამპი რას აპირებს რა მსოფლმხედველობა აქვს საქართველოში რომელ პარტიასთან დგას ყველაზე ახლოს ტრამპის მსოფლმხედველობა ვისთან დგას ყველაზე ახლოს ჩვენთან რასაკვირველია ერთადერთი პარტია ვიყავით რომელსაც 2 წლის განმავლობაში ლაივებზე მაშინ როცა ტრამპს ესე დაცინოდნენ ჩვენი კოლეგები ახლა ვიქ არიან წასული რა აი ამაზე უნდა კითხოთ მე წასვლაზე მაგიდაზე გვედოდა ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით როგორ გითხრათ აი თუ ვინმე იყო რაღაცნაირად აი შეზღუდვების მსხვერპლი და აი cancel culture-ის ეგრეთ წოდებული მსხვერპლი ვიყავით ჩვენ იმიტომ რომ თქვენ მოგიხსენებათ რომ აი აქ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ოპოზიციის ძირითადად შეიძლება ხელისუფლებისაც ხადია მაგრამ ძირითადად ოპოზიციის და NGO სექტორის დამსახურებით ჩვენ ვიყავით რაღაცნაირად მარგინალიზებული ვითომ დასავლური ღირებულებებისგან და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია რომლის შეხედულებებმაც გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოდის რომ ამ წუთას ჩვენ ვართ ყველაზე პროამერიკული პარტია და ოპოზიცია აგებს რომ ამის აღიარებით არ იწყებს თავის საქმიანობას. პრინციპში ხელისუფლებაც ხო ამბობდა რომ აი ტრამპის მოსვლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება აი ამაში აი ამ განცხადებებში ხელისუფლების იმ განცხადებებში რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკანასკნელ დროს და ოპოზიციის განცხადებებსაც ვისმენთ აქ დამარცხდა ოპოზიცია ხელისუფლებას აი ნახეთ როგორი სიტუაცია ავიღოთ ერთი 2 წლის წინანდელი სიტუაცია 2 წლის წინ ქართული ოცნება არის მთავარი სოციალისტი და მთავარი ვოუქი ქვეყანაში რომელიც თვითონ ღებულობს ამ კანონებს აი მაგალითად მარტივ მაგალითად გეტყვით აი პროკურატურა რო დადიოდა ჩვენთან და სტატისტიკას რო აწარმოებდა ტრანსგენდერის წინაშე ჩადენილი დანაშაული ითვლებოდა ქალების წინაშე ჩადენილი დანაშაულად ანუ აი მეტი ვოუქიზმი რა გინდა სისხლის სამართლის კოდექსში მუხლები გვიწერია რომ ადამიანს თუ ცემ იმ ადამიანმა თუ ჩათვალა რომ ეს იმის გამოცემის რაღაც სხვა მიზეზის გამო კი არ ცემს ცემს იმის გამო რომ რაღაცა თემის წარმომადგენელია ამიტომ ის ვიღაცა სხვანაირად დაისაჯოს მილიონი ასეთი თემები რომლებიც განარჩევდა ადამიანებს ერთმანეთისგან რასაც იდენტობის პოლიტიკა ქვია წარმოიდგინეთ რომ ამის პირწავარნილი მიმდევარი იყო ქოცები ყველაზე პირწავარნილი იმათ ყველაზე მეტი კანონი მიიღეს ამაში უცბად ერთი წლის წინ
შაშან ხომ მიიღეს ოჯახური დაცვა. ჩვენ ვეუბნებოდით რომ მოდით ხალხო თუ ეს გაინტერესებთ, მოდით გაასუფთავეთ კანონმდებლობამ სიგიჟისგან, რაც გაქვთ. ხოცებმა უბრალოდ კანონი მიიღეს, რომელიც არაფერს არ ცვლის. რომელიც თავისი შინაარსით იყო პოპულისტური, რომ ეპასუხად იმ ტალღისთვის, რომელიც მოდიოდა ამერიკაში. ეს ჩვენი იდიოტი ოპოზიცია, თავისი იდიოტი მედიებით, როგორც წესი ვერ ხვდებოდა იმას, რა ხდებოდა დასავლეთში და ფსონს უბრალოდ დებდა ერთ მხარეზე, სოციალისტობაზე და ვოუკიზმზე, რომელმაც წააგო ახლა ამერიკაში. საქართველოს მოცნებამ ყველგან წააგო, ჩემი აზრით, საქართველოში წააგო და ამერიკაში წააგო თავისი სტრატეგიული შეცდომის გამო. მათ არასწორი ფსონი აირჩიეს. ოპოზიცია როგორიც არის ის კი არ არის ქართული ოცნების თავარი პრობლემა. ოპოზიციის გამო კი არ დაუსანქცირებიათ ბიძინა ივანიშვილი და ხოცები. და იმის გამო რომ დემოკრატია არ ყვავის აქ, რამდენი ქვეყანა არსებობს სამყაროში, სადაც დემოკრატია არ ყვავის, უფრო პირიქით. უბრალოდ ესენი სხვაგან გადახტნენ, სხვა ბანაკში გადახტნენ. და ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ არ პატიობს სხვა ბანაკში გადახტომას. სხვა ბანაკი რა არის? ნუ ეგ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მხარე აირჩიეს არასწორი. სანუა წასულიყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ? რაც გააკეთა სხვა ქვეყნებმა, რომელიც ომში არ ჩართულან. და ჩვენ ამათმა რა გააკეთეს? ამათმა ის გააკეთეს, რომ როგორც გამოცხადდა მობილიზაცია ჩვენსკენ ვინ ხართო? აი მაგალითად თქვა დასავლურ სამყაროს თავს დაესხა რუსეთი. შეიძლება იქ ამ დროს ამერიკის სანქციებს მიუერთნენ, ხო? მაინც გეტყვით, ნახე, ამათმა აირჩიეს მხარე და თქვეს, რომ თქვენკენ არა ვართ. იქ იყო პოზიციის დაფიქსირება. ვინ არის ამერიკისკენ, ვინ არის რუსეთისკენ. ამათმა არ აირჩიეს ამერიკის მხარე. ამიტომ დასანქცირდნენ. იმიტომ კი არა რომ აქ ოპოზიცია აქციებს რაში გამოიხატება, რომ არ აირჩიეს იაგო. აი რაში სანქციებს მიუერთდნენ. არა, ეს თემა უკვე აბარას. ანუ ნახეთ, ეს თემა უკვე რეზოლუციებს მიუერთდნენ. არა, რეზოლუციებს მიუერთდნენ, კაცო, რა, რაში გამოიხატება. ნახეთ, რეზოლუციის მიერთებით დაიწყეს თავიდან. რაღაცა რეზოლუციებს მიუერთდნენ, მაგრამ ამის შემდეგ, რომელიც აი თავიანთი რიტორიკიდან დაწყებული, თავიანთი აი ყოველდღიური საქმიანობით, თავიანთი დამოკიდებულებით ზოგადად უკრაინის მთავრობასთან და ზოგადად თავიანთი რუსეთის მთავრობასთან დამოკიდებულებით. მათი კომპლიმენტებით, რომელსაც რუსეთისგან ღებულობდნენ და ბევრი სხვა ინფორმაციით, რომელიც მე არ მაქვს ამ წუთას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამერიკის სამსახურებს ჩემზე კარგად ხონდა. და სწორედ ამიტომ არა ის რომ აქცია იყო რუსთაველზე 1000-დან 2000 კაციანი, რითაც როგორც აკყიდნენ ამას, რომ ნახეთ ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი, მივახციეთ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება. ამის გამო ეს არ ხდება. ეს ხდება იმის გამო, რომ ზოგადად არასწორი კურსი არჩია ქვეყანამ, რომელი არასწორი კურსიც ამერიკამ ჩათვალა მის მიმართ მტრულად. და სინამდვილეში ამიტომ დასანქცირდნენ. ახლა უბრალოდ მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, ქართული ოცნების მხრიდანაც მათ შორის დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად ეს დაბრალდეს, არა იმას რის გამოც დასანქცირდა, არამედ ზოგადად იმას, რომ აი როგორც ვოუკები ებრძოდნენ ტრამპს ამერიკაში, ისე გვებრძვიან ჩვენც და ამიტომ დავაჯარიმეს და არა იმის გამო, რომ ჩვენ მანამდე ცუდად ვიცევთ. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ სანამ ამას არ ავუხსნით ადამიანებს. სანამ აი პირობითად თავარი კრიტიკა ტრამპ ხოცების არ იქნება ოპოზიციიდან ის, რომ აი რო იძახით, რომ ჩვენ ვართ ტრამპისტებიო. გარდა იმისა, რომ ქალი-ქალია, კაცი-კაციაო იძახით, რომელსაც ამბანური ჭეშმარიტებაა. დანარჩენი აი დაწყებული განათლების სამეცნიეროს გაუქმებიდან დამთავრებული რეგულირებები, სხვადასხვა სამსახურების, აი ეს ხალხი რო საიტი რო ხონდათ გუშინ და 19-ში და 20-ში რო საიტიც არა აქვს, ისე რო გაუქმა ტრამპმა. აი ეგეთი იმის ანალოგები აქ რო არსებობდა და არსებობს საქართველოში, რომელზედაც დგას ეს სისტემა და ბიუროკრატია. კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას დღეს რო ტრამპისტი გონია თავი, ან მთავრობას, რომელიც ამას აწვევა, იმავე დაწესებულებებთან რა დამოკიდებულება აქვს? განათლების სამეცნიეროსთან რა დამოკიდებულება აქვს? ეროვნულ ბანკთან და ფულის ბეჭდვასთან რა დამოკიდებულება აქვს? ხო არსებობს სხვადასხვა საკითხები, რომელიც ამერიკაში ტრამპს აინტერესებდა, ხოლო ჩვენ აქ ამაზე არც მივიჯელია და ახლა მაინც უნდა დავიწყოთ. ერთ-ერთი ბრძანება, რომელიც გამოსცა ტრამპმა, ეს არის, რომ ფინანსები, რომელიც მიემართება სხვადასხვა პროგრამებზე უცხოეთში, 90 დღის შეაჩერა. აქაც მიღებულია ის კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ეს საერთოდ ეს ხმაური მოჰყვა, ხო? რა კავშირში არის ახლა, ანუ რაღაცა თითქოს ხაზებით ქართული ოცნების და ტრამპის თუნდაც მოვიდა თუ არა მეორე დღეს რომ მიიღო ეს კანონი. რაღაცაში არის ხო საქმე და რაში არის? კი ბატონო, კარგი შეკითხვაა სხვათა შორის. ნახეთ რას გიპასუხებთ. რუსული კანონი არასდროს იმხელა შარი არ ყოფილა ხოცებისთვის, რამდენიც ახლა არის. სინამდვილეში ახლა ისინი ამ კანონით ტრამპს ებრძვიან. აქამდე თუ ვოუკებს და სოციალისტებს და ვიღაცებს ებრძოდნენ, ახლა უკვე ტრამპს ებრძვიან. ტრამპი ხო ნახეთ ინაუგურაციაზე. ხო დაინახეთ, როგორ ასხივებს ძალაუფლებას. შეიძლება შენ ახლა საქართველოში მიიღო კანონი, რომელიც ტრამპის მიერ გამოყოფილ თანხებს აკონტროლებს. ეს უკვე აღარ არის გამოყოფილი თანხები ვიღაცეების. უბრალოდ ტრამპის სწორად მოიქცა, რომ გადახედა რამდენად სწორად ხარჯავდით ფულს, გიჟურად ხარჯავდნენ. ანუ წარმოიდგინეთ, აი ამერიკა ფულს ხარჯავდა საქართველოში, ყველაზე გარდა ჩვენისა.
ერთადერთი ამერიკული პარტია არსებობს ამ ქვეყანაში. ერთადერთი ტრამპისტი პარტია, რომელიც აი 2000 როგორ გითხრათ, პირველ ვადაში რო გულშემატკივრობდით, რომელმაც უამრავი დევნა განიცადა ამის გამო. იმ ხალხისგან, რომელიც დღეს ინაუგურაციაში რამდენად ცდილობს, რომ ტრამპს შეეტენოს. ეს ხალხი გვიფუჭებდა საქმეს ამერიკის საელჩოსთან. ამ ხალხის მიერ დატრენინგებული თანამშრომლების ყოფილი ენჯეოშნიკებით სავსე იყო ამერიკის საელჩო. ისინი აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას. და ზოგადად აი ამ ერთმანეთში არასწორი ინფორმაციით აზრთა არასწორი გაცვლა გამოცვლით სინამდვილეში სპეცსამსახურების სად იყვნენ ამერიკის წეგან თქვენ თქვით რომ ხელისუფლების არა მე ჯერა რომ სპეცსამსახურები მუშაობენ და სპეცსამსახურების სათქმელი სიტყვა მოვა იმიტომ რომ როგორც გითხარით მე არ მჯერა რომ ბაია პატარაიამ დაასანქცირა ბიძინა აი უბრალოდ ამის არ მჯერა შინაარსობრივად მაგრამ ახლა დგება საკითხი რომ რას ვაკეთებთ ანუ გავიდა ეს რაღაცა ვადები ზოგადად რას ვაკეთებთ ერთის მხრივ დგას საფრთხე რომ უბრალოდ ტრამპმა დაიჯეროს რომ კაი ეს ხოცები გასაგებია რაც არიან მაგრამ ის მეორე მხარეც როგორც არის აბაძე უკეთესი არ არის ორივე ერთმანეთზე უარესია და მოდით ხوار დავიკიდო ეს არამეში ხوار გავცვალო ხო და თუ რამეს აი ქართული ოცნება თუ რამის გამო არ უნდა იყოს ჩვენს თავრობაში და რის გამო თუ არის ახალი არჩევნები საჭირო ჩემი აზრით ქართული ოცნების თავარი ამოცანა ამ წუთას არის რომ რამენერა ტრამპმა დაგვიკიდოს ანუ ოპოზიცია ჩალიჩობს იმას რომ თვითონ რო ძალა არ ეყო ამერიკელების დახმარებით ჩამოაგდონ კოცები ჩალიჩობენ იმას კი არა რომ ჩვენ გამოსწორდებით კარგი ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება მომავალში არა ისინი ჩალიჩობენ იმას რომ ამერიკა ჩვენ დაგვიკიდოს და თქვას რომ იცი რა მე გრენლანდია მინდა რატო ვერ ჩამოაგდეს ოცნება აი მაშინ ახლა თქვენ თქვით რომ ვერ ჩამოაგდესო და რატო ვერ ჩამოაგდო ოპოზიციამ ხო ხედავთ რომ ამბობენ რომ აი ამდენი დღე უწყვეტი აქცია არის ყოველგვარს ეს განცხადებები და არის რუსთაველზე ხო გარკვეული არ უნდათ ეს ჩემი აზრით ვის არ უნდა და ოპოზიციას არ უნდა და ხო ანუ გასაგებია რომ ვიღაცა იდიოტია რომელსაც ამერიკის დახმარებითო და ამერიკა თუ ეხმარებოდა რატო ვერ ჩამოაგდეს არა ამერიკა იცი როგორ არის რომ ჯერ ერთი ამერიკა რაღაცნაირად გეხმარება საქმე შენი გასაკეთებელია ამერიკა შენს მაგივრად არაფერს არ გააკეთებს ამერიკას უნდა და ჩამოგდება ამ ხელისუფლების წინ ადმინისტრაციას რა თქმა უნდა ანუ განსაკუთრებით ბოლო ნაწილში ანუ მას მერე რაც უბრალოდ გაირკვა ყველაფერი საითაც ესენი როგორც ვიდიოდან აბა სანქციები რას მოყვა მაგრამ ის რომ ამერიკის წინ ადმინისტრაციას ჩამოგდება უნდა და იმის გამო კი არ ხდება მაგის ახსნას ვცდილობ რომ აქედან ვიღაცა ენჯეოშნიკმა ყურში რაღაც ჩაჩურჩულა ანუ და არც იმის გამო რომ დემოკრატიის მან დაიკლო საქართველოს რატო ვერ ჩამოაგდეს ეს მაინტერესებს იაგო რა ვიცი ვინ რატო ვერ ჩამოაგდეს აი ხელისუფლება რა ვიცი მოასწრებენ იმიტომ რომ ბოლოს მათ ვადის ბოლოში დაიწყეს ამ თემაზე სერიოზულად ფიქრი და არა თქვა საქართველოს არ იყო მთავარი პრიორიტეტი ასევე ჩვენ ვიყავით ალბათ ათეულში არ ვართ პრიორიტეტების უბრალოდ თუ იმის გამო ხომ არა რომ რეალურად ოპოზიცია კი ამბობს რომ აი ქართულ ოცნებას ხმა არ მისცა 1,100,000 თუ 200,000 და ოპოზიციამ უფრო მეტი ხმა აიღო თუ საბოლოო ჯამში მაინც ხალხს არჩევანი გააკეთა მაინც ოცნებაზე რეალურად და ეს რომ 300,000 ადამიანი წაიყვანეს და ესე ხმა მისცეს და ამას ხო მთელი ინფრასტრუქტურა უნდა ესე ხო თქვენ იმაზე საუბრობთ გამჭირვალეთ თუ მელანი ეთყობოდა თუ არა მაგრამ რეალურად ახლა 300,000-ის გაყალბებას ამას ხო ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა მე არ ვიცი 300,000 საიდან მოდის ეს ციფრი არ ვიცი მე რაც ვიცი ზუსტად იმას გეტყვით ხო არა მე არ ვარ 300,000 როყვილის იმ ხალხში მე არ ვარ მე ვიცი რომ 300,000-ზე კი არა რა ვიცი 1,500,000-ზე მეტ ბიულეტენზე გაჟონა აი რასაც მე უყურებდი ძალიან იშვიათი ადამიანი იყო ვისგანაც ვერ დავინახეთ რომ ბიულეტენზე გაჟონა შესაბამისად ვიცი რომ ეს ბათილობის საფუძველი არჩევნების რამე შოობა გამით მოვითხოვ თუ იმით მოვითხოვ ვიცი რომ სწორად განწყობას მაგრამ განწყობაზე კი პასუხებ არ გავექცევი შეკითხვას განწყობას პასუხობ ნახეთ ჩვენ ვერ წამით ზემოდან შევხედოთ ამ სიტუაციას ნახეთ რამდენი ხმა იყიდა გვარამიამ აი უბრალოდ იყიდა ხო იყიდა გვარამიამ არის ციტროფული დახარჯა ამაზე ლელო მეჭხუბა კიდეც საიდან მოიტანეთ ამდენი პულიო რამდენი პული საიდან მოიტანეს თუ გაქვთ ბიცკოცება მიცეს ჩემი აზრით მაგიტომაც არიან მათი დაფინანსებლები ერთად სანქცირებულ თასიაში და ამიტომ ჩალიჩობს ახლა დარწმუნებული ვარ გვარამია მისი პარტია გილაური და ყველა როგორც თავის ამოღებას იმ სიიდან ისე ბიძინას ამოღებასაც იმიტომ რომ ნუ ახლა თუ ვიღაცას ეტყვი ამ სიაში რაღაც არასწორი წერიაო მარტო შენ ხوار წერი ხარ არასწორად ანუ ვიღაც სხვა შეიძლება თქვას რომ აი ერთი ხო წერ არასწორად მეც ვარ არასწორია ამიტომ წარმოსიამბლეში ხოცების საქმეს აკეთებენ ახლა ჩალიჩობენ იმას რომ ლობირება მთელი ამბავი ოპოზიციას და ხელისუფლებას ამ სიის კორექტირებაზე აქვს დარწმუნებული ვარ დაწყებული სადაც ბიძინაც არის ჩაწერილი უბრალოდ ანუ მთელი ამბავი ყავა 40 მილიონი ამ ქვეყანაში მე ხო ვიცი შენც ხო იცი პოლიტიკური ჟურნალისტი ხარ 40 მილიონამდე რაც როგორც გავიგეთ ხაზარაძეს წამოძახებია იმისთვის რა ქვია გვარამიასთვის პრეზიდენტთან ხო ვერავინ ვერ იშოვიდა ამ ქვეყანაში ეს ხო შემთხვევით 40 მილიონი დახარჯა ეს ყოველთვის მე ესე გავიგე რომ ხაზარაძემ ესე უთხრა გვარამიას რომ მათ უფრო იციან რამდენი დახარჯეს
დაახლოებით ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ხაზარაძესაც ექნებოდა დახარჯული. ეს ორი. ხაზარაძემ თავის ფული დახარჯა. აბა ვის სახს დახარჯავდა? წარმოიდგინეთ, რამდენი ფული დახარჯა, მათ შორის ხალხის მოსასყიდად. ანუ ეს არ არის მარტო რაღაცა ის ტელევიზიაში დახარჯული ფული. აი ხალხს არ იგებდი, არჩევნებზე რო არ იგებდი, ხალხი რომ მოკავდა. ამ ფულით წაართვეს, ანუ ბიძინამ გადაუხადა გვარამიას ფული იმაში, რომ მიშასთვის წაერთვია ხმები. მარტივი ამბავია. ნაწილი ხმები მერე წაართვა ლელომ თავისი ფულით, ნაწილი თვითონ ქოცებმა, იმითი რომ მაგალითად დაწმუნებული ვარ, ბევრი კოორდინატორიდან დაწყებული მხარდამჭერებიც მოისყიდეს, მაგიტო მესამედია ნაცების ხმების წინარჩენები. ანუ თქვენ მანამდე არჩევნებამდე ამტკიცებდით, რომ როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვარამია ნაცია არ არისო, გუშინ თუ ნაცი იყო, დღეს ნაცია არ არისო და დღეს იძახით გახოცდაო. ეს ერთმანეთთან წინამდებობაში არ მოდის, კარგად თუ დაფიქრდე. გვარამი ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ გვარამია ნაცია არ არის. მაგრამ სწორედ ასეთი კაცი გჭირდება იმისთვის, რომ ნაცების ხმები წამოიღოს. და არა ისეთი კაცი, რომელზეც ყველა მიცის რო ქოცია. გესმის? მაშინ ხო ვერ წამოიღებ ნაცების ხმას. სწორედ ამას ნიშნავს მოსყიდვა, რომ შენ ნაცების ხმები დააზიანო. მე რომ მიხვდნენ, რომ შარში აღმოჩნდნენ და ამ იმან არ იმუშავა, მე გასაგებია, რომ ყველამ რადიკალიზაცია ცადა, ისევ რომ არ შეტენოდათ ეს ყველაფერი, თორე აბა როგორ აღმოჩნდა დამფინანსებელი თავარი ოპოზიციური ძალის სანქცირებულთა სიაში. პირველი აქედან დავიწყოთ. გაუგებრობა არისო, კი. არა, ნუ ხა, იცით როგორ არის, მაშინ ბიზნესის სასანქცირებაც გაუგებრობაა. გესმით? ანუ თუ შენ რაღაცაზე გაუგებრობას იტყვი, იქ რაღაც არის, რაც შენც გაწყობს და შენც იბრძოდი ამისთვის. და უცბად შენ საქმეს უტეხავ სახელს. როგორც კი ამბობ, იქ რაღაცა გაუგებრობა არისო. ამას ჯობია გამოხვიდე და თქვა. ანუ თქვა სინამდვილეში რა პროცედურაში მონაწილეობდი. რა ღონისძიებები დაგეგმე კონცეპტთან ერთად. რა პირველი შემთხვევა იყო, რომ როდესაც მიშას ღალატობენ ამ ქვეყანაში, ყველა არჩევნების წინ ეს არ ხდება, მაგრამ ყველა მოგვიანებიდან საერთოდ არ აღიარებს ამას. ხო, ახლა მე მგონი, რომ რაღაცნაირად ქართველი ხალხიც პირველ რიგში უნდა დაფიქრდეს და უნდა ნახოს, რომ ერთის მხრივ აქ კოცები, რომელიც გასაგებია, რომ თვითონ იყვნენ სოციალისტები, ვოუქები, ყველაფერი ანტიტრამპისტულს აკეთებდნენ მთელი 11 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში რაღაცა რიტორიკების ზონაზე ქალი კაცი ამ შემდეგ რაღაცით ეცადნენ რომ დაემთხვიათ ტრამპის კამპანიისთვის. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამეს მათ უნდათ რომ რამე ტრამპის სერიოზული გეგმა გადმოიღონ. იქნება ეს ძალაუფლების დათმობა რამე სფეროში. განათლება, ესა, ფული, ესა ისა. არა, მათ უნდათ სადღეგრძელოებით დაემსგავსონ ტრამპს, მაგრამ შეინარჩუნონ იგივე რაც აქ ჰქონდათ. ოპოზიცია როგორ უპირისპირდება ამ ყველაფერს ტრამპის მოძულეთა ენით, ანუ იმენით, რითაც ტრამპს აგინებდნენ. როგორც ამერიკაში ხდებოდა, იმიტომ სხვა არ იციან. ანუ ჯერა ვერ შეძლეს გადაწყობა. მაგალითად, ჩერგო ცდილობს უკვე ტრამპს ეძახის იმას, ჟღალმინოს თუ რაღაცას. ნელ-ნელა რომ გადავიდეს დემოკრატიული პარტიის ცდილობს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წინა ადმინისტრაციასთან ჩვენ გვახსოვს, როგორ კოორდინაციაში იყო, ახლა იქ აღმოჩნდა, ხო? სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ბევრი ლელოს ფული მიშოვოს. და ბევრ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა შესაბამისად. ну ახლა ლელოს ამორჩეველია და მინდა აფინანსებს თან ამერიკაში თავისი თვარ დადის ლელოსთან ერთად. ჩემს ანუ ამბობს რომ თავის ფულს ხარჯავს. არ ჯერა მაგისი. მე არც ამის არ ჯერა რომ სალომე ზურაბიშვილი თავის ოფისს ქირაობს. ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია. კორუფციაშია, პოლიტიკურ კორუფციაში. ეს ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, რასაც ახლა მე არა, ქართულ პოლიტიკაში შეიძლება იყოს, მაგრამ სახელი ხო ქვია ამას ყოფილი პრეზიდენტს, რომელიმე პარტია თუ აფინანსებს ასე, ამას რა ქვია? მან სიტყვა ყოფილია მთავარი. თვითონ მოქმედი გონია. ხო და ნუ არ შევიდეთ ამაში. ჩემი პოზიცია ხო ისედაც იცით ამ ყველაფერთან და მე სხვა რამე მაწუხებს. მე ის მაწუხებს, რომ იმის გამო, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტიდან დაწყებული დანარჩენი ეს 4-5-9-25 პარტიები საერთოდ აზრზე ვერ მოდიან და აგრძელებენ იგივეს, რამაც უკვე ცენტრში, ეს ბუდეში, ამ ვოუქიზმის და აი ამის, რასაც ესენ წარმოადგენდნენ, იქ წააგო. და ჩვენ ახლა გვაქვს იმ კაცის იმედი, ვინც ამათ მოუგო. მაგრამ თანამედროვულად იმ კაცთან მივდივართ მისი მტრების ენით. და ქართული ოცნება ზოგადად საქმიანობით იყო მტერი. ტრამპის და ზურაბიშვილი შეგულისხმება. ზურაბიშვილი მტერი ვერ იქნება ტრამპის. უბრალოდ ზურაბიშვილი არის ადამიანი ადმინისტრაციასთან თანამშრომელი. არა, ზურაბიშვილი არ წარმოადგენს იმდენს, რომ მტერი იყოს ტრამპისთვის. უბრალოდ გეუბნებით, რომ ვინც ტრამპისთვის მტერი იყო, იმათი ენით ელაპარაკებიან დღემდე. ხალხი რომელმაც რიტორიკაც კი ვერ ჩამოაყალიბა, ვინ უნდა ელაპარაკოს? ჩვენ უნდა ველაპარაკოთ. ოპოზიციიდან მარტო აი მაგალითად ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ ერთადერთი ლეგიტიმაცია ვისაც აქვს ხალხის, ეს არის ზურაბიშვილი და ზურაბიშვილმა უნდა ელაპარაკოს და დანარჩენი ოპოზიცია ყველა არის უკვე გადარეცხილი აი ამ პროცესების გარჩევის დრო არ არის აქ, მაგრამ ჩერგო ხდება ხოლმე.
ბოლოს და ბოლოს გახარია სამორჩეველია და ახლა პრეზიდენტს მხარს უჭერ, უბრალოდ არაფერ შუაში არ არის ეს ყველაფერი. ჩერგოც მაგ ბანაკშია, რომელიც ადრე დემოკრატი იყო და ჰილარი კლინტონთან გადაღებული სურათებით მარიაჟობდა, ახლა წავიდა ამერიკაში, რომ ისე ტრამპს შეეწენოს. იმაში ეთანხმებით, რომ გადარიცხულია მთელი ოპოზიცია? არა, ჩერგოს შეუძლებელია რაღაცაში არ დაეთანხმება. მაგალითად, ჩვენი რიტორიკა იყო ჩერგომ გადაიღო ის, რომ 4 პარტია არ უნდა იძახო, თუ შენ იძახი, რომ აჩენები გაყავდაო. ანუ ის რომ ჩერგო როგორც იქცევა მედიასთან, მე შეიძლება ვეთანხმებოდი რაღაც ნაწილს შემას, მაგრამ არ წყალობენ არც თქვენ და არც იმას. ხო, მაგრამ აი იცი როგორ არის, რომ განსხვავებაც არსებობს. ესმის, რომ ჩერგო მათი ნაწილი იყო. წინა არჩევნებზე ახლა რაც გვარამიამ გააკეთა, ჩერგოს აქ გაკეთებული 2016 წლის არჩევნებზე, გესმით? კეზერასთან ერთად. და ახლა უბრალოდ გასაგებია, რომ ის თამაშგარეთ დარჩა და ვიღაცას ეჭხობა. თქვენ ახლა აი ამ განცხადებებით მოსახლეობა აი მე რო ვიყო ახლა მაყურებელი ვიფიქრებდი რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იმსახურებს ხოლო ხმა მივცე და ჩვენს გარდა ხო ანუ ამას აკეთებ მაგას ვაკეთებ კი რა მართლა ეგ იყო იმიტომ რომ მართლა ერთადერთი პარტია ვართ რომელსაც ის პროგრამა ჰქონდა რითაც მოიგო ტრამპმა ამერიკაში რომ ვინ ამბობდა განათლების სამინისტროს გაუქმებაზე ჩვენს გარდა უბრალოდ ვინ ამბობდა როზითაც გვაკრიტიკებდნენ და ლანძღვაგინების კორიანტელი რომ მოგვიწყვეს კვოტებზე დღეს რატო არ ლაპარაკობენ მივიდნენ აბა ტრამპის ადმინისტრაციასთან და კვოტებს აუქმებს ჯარიდან დაწყებული ყველგან ამას ოპოზიცია ამბობდა ხელისუფლებამ გააუქმა ხო თქვენთან ხელისუფლებამ მიიღო არ დაგავიწყდეთ გადაწყვეტილება ხო მაგრამ მე საკონსტიტუციო სასამართლო წავაგე და იქ მოპასუხე ხელისუფლება იყო ხო და მის საერთოდ მაგას გეუბნები რომ 12 შეთანხმება მოახდინეთ ხო თქვენ 20 ხო და ნახეთ მაგას გეუბნები რომ 11 წელი მოუქები იყვნენ და დაინახეს რომ მე 12 წელს დაინახეს რომ რაღაცა სხვა ხდება სამყაროში და რიტორიკის დონეზე მხოლოდ გადმოვიდნენ ოპოზიცია რიტორიკის დონეზეც დარჩენილია ხო და მე მინდა რომ ტრამპმა ჩვენზე საერთოდ ხელი არ ჩაიქნიოს უბრალოდ საჯარო სივრცეში მეინსტრიმ მედიაში გაჩნდეს დისკუსია იმასთან დაკავშირებით ამერიკაში რას აკეთებენ და ჩვენ იქიდან რამე უნდა გადმოვიღოთ თუ არა თუ ტრამპი განათლების სამინისტროს აუქმებს ჩვენი განათლების სამინისტრო კიდევ უფრო მსხვილდება ახალ კომისიებით ეს ტრამპის ნაბიჯია თუ მათი მოწინააღმდეგე დემოკრატების ნაბიჯია და ქოცების სიტყვით იძახიან რომ ჩვენ ტრამპისტები ვართო საქმით დემოკრატები არიან და რა უნდა ბოლოსკენ მინდა კითხოთ ცნობილი არის რომ ერთადერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თქვა აი ამ არჩევნების შემდეგ თანხებზე უარი დანარჩენები იღებენ ხო ეს თანხები უკვე წამოვიდა ბიუჯეტიდან თქვენ ვიცი რომ ერთ-ერთი ის პარტია ხართ ვინც უნდა მიიღოთ წარმოდგენა არა გაქვთ მაინტერესებს პირობა იყო რომ ისინი უნდა დავაფინანსოთ დაკავებულები და აქციის მონაწილეები და აქედან გამომდინარე მაინტერესებს არა ჩვენ თავიდანვე ვთქვით რომ ერთადერთი პარტია ვიყავით ვინც თქვა რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია ის რომ ადამიანებმა არაფერი მისი არ აღიარონ თუ დანარჩენი პოლიტიკური პარტიები იზამდნენ ამას მაშინ ჩვენ მზად ვიყავით რომ იგივე გავკეთებინა და ეს ქონდა შეთანხმებული ჩვენს აქციონერებთან ესე რომ ვთქვათ ვიზეც თანაბრად ნაწილდება ეს ფული მაგრამ იცით რომ ერთი პარტიის გარდა ყველა პარტიამ ამ არც ერთმა პარტიამ ამაზე უარი არ თქვა იმ ერთმა პარტიამაც იმიტომ თქვა რომ სხვანაირად ქონდა ეს ფული გადაზღვეული და სწორედ ამას მოყვა ეს დისკუსია როგორც ჩემთვის არის ცნობილი რომ შენ აბა საიდან მოიტანე 40 მილიონი ჩვენს ფულებს რომ ითვლიო ხო და აქედან გამომდინარე მე მგონი ჩაირიცხა თუ არა არ ვიცი ეს ფული მაგრამ ამ ფულთან დაკავშირებით ყველა პარტიას თავის გაწყვეტილება მიღებული აქვს ჩვენ არასდროს ამ ფულს ხელს არ ვყიდებდით ჩვენ აქციონერებს უნაწილდებდით და ახალც ეგრე მოხდება მადლობა